და ახლა კი მოვიწვიოთ გადაცემის სტუმრები ბატონი ნიკა ბათიაშვილი, ბლიც დენტალის ყფასახის ქირურგი, იმპლანტოლოგი და ბატონი ნიკოლოზ ხეცურიანი, ბლიც დენტალის ორთოპედი, ღიმილის დიზაინერი. დიახ, ესეთი ღიმილის დიზაინერებიც მოიტანა 21 საუკუნეში, სადაც ღიმილი და ჯანსაღი ღიმილი და ლამაზი კბილები ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ადამიანის ბედნიერებისთვის საზოგადოებაში ინტეგრაციის. ანუ როგორც ამბობდნენ, ჰოლივუდის ღიმილი. ნამდვილად. მოგესალმებით. ვიხარია ყოველთვის თქვენი სტუმრობა. ეს გახლავთ წყალი მთის, წყალი, რომელიც არ შეიცავს ბრომატს. გთხოვთ მიირთვათ და ნინა. ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. ახლა გიყურებ როგორი ღიმილი გაქვს. აი, თვალმომჭრელია ესეთი, ხო? ულამაზესი, უმშვენიერესი. ჩემი მეწყვილე და ვსაუბრობთ ღიმილზე, ვსაუბრობთ სილამაზეზე. ბატონებო, სანამ დავიწყებთ უშუალოდ საუბარს თანამედროვე მეთოდებზე, ქირურგიულ მეთოდებზე, იმპლანტოლოგიაზე და ასე შემდეგ კონკრეტულ საკითხებს განვიხილავთ. მოდით ზოგადი მონახაზი გავაკეთოთ, თუ რა ხდება დღეს მსოფლიოში ამ მიმართულებით. რა ტენდენციები, ასე ვთქვათ, ყოველდღიურად რაღაცა ახალი ისეთი რაღაცები შემოწმ ვერც ეწები უკვე ინფორმატიულად და შესაბამისად ბატონ ნიკა დავიწყოთ. გთხოვთ. კი ბატონო, დავიწყოთ. მე მახსოვს პერიოდი, როდესაც თავარი იყო იმპლანტის ინტეგრაცია ჩასმის შემდეგ, ანუ მისი შეხორცება და იქ არ იყო საუბარი არანაირი ესთეტიკაზე, დიდად არც ფუნქციაზე, არც თანკბილოზე, ამაზე საერთოდ არ იყო საუბარი. აი ეხლა უკვე პაციენტმა იცის თვითონ იმდენად ინფორმირებულია თითოეული მილიმეტრი ღრძილის მნიშვნელობა და აი იმ ესთეტიკის მნიშვნელობა, რაც უნდა რომ მიიღოს. რა თქმა უნდა, ექიმა უფრო მეტი იცის იმის შესახებ და ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი მხოლოდ ის კი აღარაა, რომ მხოლოდ იმპლანტი ჩავსვით, ის გაძვალდა, ის გამაგრდა, არა. აქ დავიწყეთ საუბარი ჩვენ ესთეტიკაზე, დავიწყეთ ფუნქციაზე, დავიწყეთ სახსრის პათოლოგიებზე საუბარი, თანკბილოაზე საუბარი დავიწყეთ და აი ესე მნიშვნელოვანია. ვიზუალური მხარე, რა ძალიან მნიშვნელოვანია. ვიზუალურ მხარეზე დაწვრილებით და აი თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოიტანა ეს ყველაფერი ჩვენამდე. და რაც თავარია, სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს აქვს ესეთი ჯანსაღი ღიმილი. რაღაცა ტრენდი გახდა. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება კბილების ჯანმრთელობის და სილამაზის აუცილებლობას. ესე ვიტყოდი, უფრო მეტი ადამიანი ხვდება, როგორ უნდა გამოიყურებოდეს სწორი კონსტრუქცია. რაც უფრო ინფორმირებულია პაციენტი, რაც უფრო მოსახლეობა ინფორმირებულია ამის შესახებ, მით რა თქმა უნდა უფრო კარგია. ბატონო ნიკა, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ხო? პირის ღრუ, ეს არის ჩვენი კუჭნაწლავის სისტემის საწყის პირველი, ასე ვთქვათ, კარი. ხო? შესაბამისად, როცა ეს ყველაფერი საწყისი ეტაპიდან არის მოწესრიგებული, ბუნებრივია ესეც ჯანმრთელობაზე მიუთითებს. აუცილებლად ესეა. რა თქმა უნდა, აღდგენა ფუნქციის და აღდგენა იმის, რაც დაიკარგა, არის უმნიშვნელოვანესი. ზოგჯერ პაციენტი ფიქრობს, რომ ერთი კბილია დაკარგული და რა მოხდა, ხო? არაფერი ისეთი. მაგრამ თუ შევხედავთ მის სურათს, დაკარგული კბილის ადგილას ჩვენ გვაქვს ძვლის დეფიციტი. მეზობელი კბილები გადანაცვლებულია. მისი მოპირდაპირე, ასე ვთქვათ, ანტაგონისტი კბილი დაშვებული. ანუ ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა ერთი კბილის დაკარგვითაც კი. და წარმოიდგინეთ, როდესაც პაციენტი კარგავს რამოდენიმე კბილს და პაციენტი როდესაც კარგავს, როდესაც სრული უკბილობით მოდის, იქ როგორი ცვლილებებია სახის, ასე ვთქვათ, როგორი ასიმეტრია, რა პრობლემებია სახსარში, აი ყველაფრის, ასე ვთქვათ, აწყობა გვიწევს თავიდან. და როგორ ხდება ეს აი საუბარია უჯრედულ, ქსოვილოვან, ორგანულ ერთდროულ აღდგენაზე საუბარი. რა საფეხურების გავლა უწევს პაციენტს? რამდენად რთული მისაღწევია, რომ ეს კბილის აღდგენა არ იყოს მხოლოდ კბილის, არამედ ფუნქციის მთლიანად ყველა მიმდებარე ორგანოსი და ასე შემდეგ. კი ბატონო. ყველაფერი იწყება სწორი კონსულტაციით და დაგეგმარებით აუცილებლად. სანამ გამოვიყენებთ იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც გვაქვს ჩვენ კლინიკაში, აუცილებელია აი
როგორც მინიმუმ იმპლანტოლოგმა უხმოს ორთოპედს. უხმოს ორთოპედს, რომ გავიგოთ საბოლოოდ სად მივდივართ, ასე ვთქვათ, როგორი იქნება საბოლოო ღიმილი პაციენტის. აი აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორთოპედს. იმპლანტის მოთავსება სხვადასხვანაირად შეიძლება ყბის ძვალში, მაგრამ კბილს, ყველა კბილს თავისი ადგილი აქვს პირის ღრუში. აი ესაა მნიშვნელოვანი. სწორი კონსულტაციის ჩატარება პირველ რიგში აუცილებლად და შემდეგ უკვე ვიწყებთ იმ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას, რაც დაგვეხმარება საუკეთესო შედეგის მისაღებად. ბატონ ნიკა, სანამ ბატონ ნიკოლოსთან გადავალთ, კითხვით, მაინც უფრო რომ დავაკონკრეტოთ, თქვა თქვენ ახსენეთ ციფრული მოდელირება, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, ხო? იმიტომ რომ ერთია როგორც თქვენ ბრძანეთ იმპლანტაცია, თუნდაც მექანიკური, კი ბატონო, შეხორცდება, აუცილებლად შეხორცდება, მაგრამ მის გარშემო მდებარე, ვთქვათ, რბილი ქსოვილი, ღრძილი იქნება, დეფიციტი არის ძვლის, ხო? ეგრეთ წოდებული რეცესია როცა ხდება და ასე შემდეგ, ხო? აი ეს ყველაფერი როგორ არის პროტოკოლების მიხედვით გაწერილი თქვენს სფეროში. ასევე მახსოვს პერიოდი, როდესაც იმპლანტაცია იგეგმებოდა მხოლოდ ერთგანზომილებიანი პანორამული სურათებით. ახლა უკვე, რა თქმა უნდა, ესე აღარ არის, ეს ყველაფერი ხდება 3D ტომოგრაფიის დაგეგმარების საშუალებით. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ვიგებთ პაციენტის რბილი ქსოვილები რა მდგომარეობაშია, პაციენტის მაგარი ქსოვილები, ანუ ძვალი, ანუ საყრდენი, ანუ საძირკველი რა მდგომარეობაშია, თუ ეს ყველაფერი არ გვაქვს, თუ ამის დანაკლისი გვაქვს, აუცილებლად ვიწყებთ ჯერ ამ ფუნდამენტის აშენებას, რომ ორთოპედს შემდეგ ეს ყველაფერი ჩააბაროთ მოწესრიგებული და მიიყვანოს საბოლოო ლამაზ კბილამდე, ასე ვთქვათ. და ავუხსნათ მაყურებას. ხო შეიძლება ძალიან ხშირად მაყურებლისთვის, ჩვეულებრივად ხა ადამიანი, რომელიც მედიცინასთან არ არის ახლოს, სტომატოლოგი არის სტომატოლოგი. ვინ რას აკეთებს მოკლედ, კონკრეტულად და გასაგებად. კლინიკაში მართლაც ყველას თავისი ფუნქცია აქვს. ხშირად არის ხოლმე რა თქმა უნდა საერთო კონსულტაციები, გვჭირდება მომიჯნავე სპეციალობის, ასე ვთქვათ, მოხმობა, დაძახება ჩვენ კონსულტაციაზე. ქირურგი გასაგებია, ქირურგი, იმპლანტოლოგი, რასაც აკეთებს, მაგრამ გასაგებია თქვენთვის არის. შეხედეთ, მაყურებელმა არის. კი ბატონო. ქირურგი, იმპლანტოლოგი უშუალოდ ახდენს იმპლანტის მოთავსებას ყბის ძვალში. მაგრამ ქირურგი, იმპლანტოლოგი არ მუშაობს, არ უნდა მუშაობდეს არასდროს მარტო. მას გვერდით უნდა უმაგრებდეს, გვერდს უნდა უმაგრებდეს კარგი ორთოპედი. იმიტომ რომ მხოლოდ კარგმა ორთოპედმა იცის იმ კარგი კბილის შესახებ ყველაფერი. ბატონ ნიკა, ჩვენ დაგიბრუნდებით, რა თქმა უნდა, კითხვებით, ბატონ ნიკოლოს. ანუ როგორც ხვდები, ბატონ ნიკოლოს, ეს გუნდური პრინციპი, მუშაობის გუნდური პრინციპი არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს სპეციალობაში. ანუ ქირურგმა შეასრულა, დასრულდა ეს მკურნალობის ეს გარკვეული ეტაპი, ახლა თქვენი ფუნქცია რაში გამოიხატება და როგორ გეგმავთ თქვენ და ქირურგი საბოლოო შედეგს. კი ბატონო, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ აი ეს ორი სპეციალობის ერთად გაერთიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქირურგიის და ორთოპედიის. ეხლა რა მოიტანა დღევანდელ დღემდე აი ეს შერწყმა ისე რომ ანუ განუყოფელი ხდება ქირურგიის და ორთოპედიის, ასე ვთქვათ, განცალკევება. პირველ რიგში ეს მოიტანა ციფრულმა სტომატოლოგიამ, სკანერმა, 3D ტომოგრაფიამ. ეს ყველაფერი, როდესაც კოჰაბიტაციაში ხდება, მაშინ შედეგიც ძალიან მაღალია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, როგორც ასეთი ექიმები დაინტერესებულები ვართ ჩვენი შედეგის, კარგი შედეგის მისაღებად უფრო სწორად, მაგრამ თავარი ჩვენთვის ხომ პაციენტია. ანუ საბოლოოდ ჩვენი შემფასებელი და აი ამ ხალისის მომცემი არის პაციენტი, რომელსაც აქვს ლამაზი ღიმილი, ხო? აქედან გამომდინარე, როგორც ქირურგი მოამზადებს აი ამ ბაზის იმისთვის, რომ ორთოპედიული ნაწილი სწორად იყოს დაგეგმილი და გაკეთებული, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
თავარი ის არის, რომ სტომატოლოგები არ არიან საშიში ადამიანები. არც ხანდახან ქირურგი აღარ სტომატოლოგი, ეშინიათ. არც ორთოპედი სტომატოლოგი და სხვა მიმართულებებიც არ არიან საშიში ადამიანები. ეს გაუტკივარება უკვე რაღაც სხვა საფეხურზე რო გადავიდა არ იყო, ხო იყო, რომ ძალიან ეშინოდა განსაკუთრებით მამაკაცებს ექიმთან მისვლა. მთელი წინასწარი მომზადებები და რა ვიცი. აი ხშირად ახლა სიბრძნის კბილის ექსტრაქცია, ანუ სიბრძნის კბილის ამოღება უფრო რთულია, ვიდრე დენტალური იმპლანტის მოთავსება. კი. თუ მოგმართავენ ზოგადი გაუტკივარებისთვის პაციენტები და თუ არის ამის შესაძლებლობა თქვენ? ხშირად მოგმართავენ, უკვე ეს ასე ვთქვათ ტენდენცია უფრო და უფრო პოპულარული ხდება. იმიტომ რომ ბევრი ასე ვთქვათ манипуляცია, რომელიც შეიძლება ჩატარდეს ზოგადი გაუტკივარების ქვეშ, მაგალითად სიბრძნის კბილის ამოღება, რა თქმა უნდა იმპლანტაცია, შემდეგ მასზე კონსტრუქციების განთავსებაც ძალიან მარტივად, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის მარტივად ხდება ზოგადი გაუტკივარების ქვეშ. და ეს საკმაოდ კარგი საშუალებაა ჩვენი პაციენტებისთვისაც და რა თქმა უნდა ჩვენთვის როგორც კომფორტულია. ბატონ ნიკოლოზ, ნახეთ ჩვენ კვლავ უბრუნდებით თქვენს მიმართულებას, ქირურგმა შეასრულა თავისი საქმე, ჩადგმული არის იმპლანტი, ახლა რომელსაც სჭირდება დაშენება, იქნება ეს გვირგვინი თუ პროტეზის სახით, რბილი ქსოვილების, ასე ვთქვათ, მოთავსება, ვთქვათ, ეს ყველაფერი უნდა იყოს ძალიან კომპლექსურად, ლამაზად და ერთმანეთში რაღაც ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს ეს ყველა. აი კონკრეტული ნაბიჯები იმპლანტაციის შემდეგ რა ხდება? აი ბატონ ნიკოლოზი საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ ხდება დაგეგმარება. ეს ყველაფერი ხდება დაგეგმარების ეტაპზე. აუცილებელია ის, რომ სწორი დაგეგმარება გვაძლევს კარგ შედეგს და მარტივად მისაღწევ შედეგს. აქედან გამომდინარე, უკვე იმპლანტაციის შემდეგ, თუნდაც პაციენტი ზოგადი გაუტკივარების ქვეშ იყოს, ხო? ეგრეთ წოდებული გაიდები, მიმართველი, რომელსაც ქართულად შეიძლება უწოდოთ ესე, ეს მიმართველები, რომელიც თავიდანვე არის მოდელირებული, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პაციენტი გაიღვიძებს ან კაბინეტიდან გადის, ხო? უკბილოდ არ იყოს. ეს ასე ვთქვათ, შუალედური ეტაპი არის, დროებითი კონსტრუქციები, რომელიც მოთავსებულია პირის ღრუში და პაციენტი ძალიან კმაყოფილია ამით, რა თქმა უნდა, არავის არ ფუნქცია შენარჩუნებულია, ხო? ფუნქცია შენარჩუნებულია, კი ბატონო. რა თქმა უნდა, ფუნქცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ვიზუალური მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ეს მისაღწევია და შესაძლებელია ამის მიღწევა იმით, რომ წინასწარი ციფრული პროტოკოლირება, რაც უკვე საქართველოში ძალიან ბევრ კლინიკაში და განსაკუთრებით ბლიც დენტალშია, მივიღოთ აი ეს ლამაზი შედეგი. და ვადები, ხო? ხო, რა თქმა უნდა, ძალიან. პაციენტებს აინტერესებს ვადები, ყოველთვის, იმიტომ რომ სამუშაო გრაფიკი, რა ვიცი, ოჯახი, ყველა ძალიან დატვირთულია და როგორ ხდება ვადების განსაზღვრა და თუ იცის პაციენტმა წინასწარ თუ რა პერიოდში მოხდება მასთან აი ეს პროცედურების ჩატარება სრულად. და რამდენად არის ქირურგი ამ თემაში ჩართული და საერთოდ როგორ ხდება აი ამ პროცესის განსაზღვრა. ვადის თუ რა დრო დაჭირდება პაციენტის სრულ მომსახურებას. კი ბატონო, კარგი შეკითხვაა, იმიტომ რომ მართლაც ვადები ყოველთვის პრიორიტეტია პაციენტებში და სიმართლე გითხრათ, ჩვენ როდესაც ესეთ მასშტაბურ ქირურგიულ манипуляციას ვახორციელებთ, აქ საკითხი დგება რა თქმა უნდა, სწრაფ манипуляციასთან და მერე ამის შედეგად მიღებულ შედეგზე. მაგრამ წინაზე აღვნიშნე, რომ დროებითი კონსტრუქცია გვაძლევს იმის საშუალებას, ანუ ეს სწორი ვიზუალი მივცეთ, სწორი ფუნქცია მივცეთ და გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პაციენტი ვაკონტროლოთ იმ პერიოდის მანძილზე, რა ვადასაც მოითხოვს აი ესა თუ ის სირთულის ქირურგიული манипуляცია. იმიტომ რომ შეიძლება ქირურგიული манипуляციის შემდეგ 6 თვე დავაყოვნოთ, შეიძლება 12 თვე, შეიძლება 3 თვე და 2 თვეც. აქედან გამომდინარე, ის საშუალება, რომ
დროებითი კონსტრუქცია არის პირისგროში, ეს გვაძლევს სრული თავისუფლების საშუალებას, იმიტომ რომ პაციენტი კმაყოფილია, რომ ის უკბილოდ არ არის და ასევე ვიზუალურადაც ძალიან კარგი შედეგი არის. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ და მოდით შევაჯამოთ და ჩვენს მაყურებელს აი კონკრეტული გზავნილები მივაწოდოთ. რატომ უნდა მოვიდეს Blitz Dental-ში? საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, მე მაინც ვიტყოდი ასე რომ რა თქმა უნდა, ლამაზი შენობა და კარგი ინვენტარი ბევრგან შეიძლება ვნახოთ. პირველ რიგში ის პროფესიონალი ექიმები, ვინც კლინიკაში მუშაობენ და დახვდებათ პაციენტებს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსი. შემდეგ მოწინავე ტექნოლოგიები და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ორმანქანები, რომელიც კლინიკაში დგას. არ დაგვისვამთ ასეთ შეკითხვა. თუ ხდება ხოლმე ესეთი მოდელირება, როგორც პლასტიკურ ხირურგიაში და წინასწარ დაახლოებით შედეგს თუ აჩვენებთ ხოლმე პაციენტს. ბატონი ორთოპედები ან ქალბატონი ორთოპედები ხშირად ამას მიმართავენ. ნუ წინასწარ დაახლოებით. ანუ ხო არის კბილის დაგრძელება მინდა, დამოკლება მინდა, უფრო გაგანიერება, რა ვიცი. კომპიუტერზე უკვე იციან ხოლმე წინასწარ. კი, ფოტოპროტოკოლირება, რა თქმა უნდა, ციფრული სტომატოლოგია გვაძლევს ამის საშუალებას და რა თქმა უნდა, რა ფორმის, რა ზომის დიზაინიც გვინდა შევარჩიოთ. პრობლემის გარეშე შეიძლება ამ ყველაფერს გაკეთება. მაგრამ რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში. ბატონო ნიკოლოზ, თქვენი გზავნილი ჩვენს ტელემაყურებელს. ესე იგი, გარემო, რომელიც ყოველთვის ყურადღების ცენტრში არის პაციენტი, ეს ერთი, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი და რა თქმა უნდა, smile designer-ი.